ერნესტ ჰემინგვეი, სუფთა ნათელი ადგილი. კაფე უკვე დაცარიელებული იყო. ერთი ბერი კაცი ამიშნომოდა მაგიდას, ხის ქვეშ, საცა ელექტრონის სინათლეს დაბურული ფოთლები ჩრდილავდა. დღისით ქუჩაში მტვერი იდგა. ღამით კი მტვერს ნამი დააწვებოდა და ბერი კაცს უყვარდა გვიანობამდე აქ შრომა, რადგან ყრუ იყო, ხოლო ღამით როცა ყველაფერი დაწყნარდებოდა, ამ სიმყუდროვეს ისიც კარგად გრძნობდა. ორივე ოფიციანტი ატყობდა, რომ ბერი კაცი ცოტათი შეჭიკჭიკებულიყო და მიუხედავად იმისა, რომ კარგი მუშტარი იყო, თვალს მაინც არ აშორებდნენ. ფულის გადაუხდელად არ წავიდესო. იმ კვირას თავის მოკვლას სცადა. თქვა ერთმა ოფიციანტმა, რატომ სასოწარკვეთილებაში ჩავარდა? რამ ჩააგდო სასოწარკვეთილებაში? ისე უმიზეზოდ. რატომ გონია, რომ უმიზეზოდ? ფული ჩეჩქივით აქვს. ოფიციანტები კედელთან მისხდომოდნენ მაგიდას. ქუჩიდან შემოსასვლელი კარების მახლობლად და ტერასას გასცქეროდნენ, სადაც დაცარიელებულ მაგიდებს შორის კენტად იჯდა ბერი კაცი. ქარით ოდნავ მოქანავე ფოთლების ჩრდილში. ქუჩაში ჯარისკაცმა და გოგომ ჩაიარა. ფარნის სინათლეზე ჯარისკაცის საყელოს თითბრის ნომერი აკიაფდა. გოგო თავში შველი იყო და ნაბიჯს სწრაფად ადგამდა, რათა ჯარისკაცს არ ჩამორჩენოდა. პატრული დააკავებს, თქვა ერთმა ოფიციანტმა. თავისი ხომ ქნა და ახლა გინდა დააკავონ, გინდა არა. ურჩენია სხვა ქუჩაზე გავიდეს. პატრული ჩაავლებს, 5 წუთი არც იქნება, რაც ჩაიარეს. ჩრდილში მჯდომმა ბერი კაცმა ჭიქა აიღო და ლამბაკზე დააკაკუნა. უფრო ახალგაზრდა ოფიციანტი წამოდგა და მისკენ გაემართა. რა გნებავთ? ბერი კაცმა ახედა. კონიაკი, ერთიც. დათვრებით, უთხრა ოფიციანტმა. ბერი კაცმა მეორედ ახედა, ოფიციანტი გაბრუნდა. აკაპირებს გათენებას, გადაულაპარაკა მან ამ ხანაკს. მეძინება ვერ იქნა და ვერ ვეღირს ეს 3 საათამდე დაძინებას. ნეტამართლა მოეკლა თავი იმ კვირას. ოფიციანტი კაფეში შევიდა. მებუფეტეს კონიაკი და ლამბაკი გამოართვა და ბერი კაცისკენ გაემართა. ლამბაკი მაგიდაზე დადო და ჭიქა გაუვსო. ნეტამართლა ჩაძაღლებულიყო იმ კვირას, უთხრა მან ყრუ ბერი კაცს. ბერი კაცმა თითი დანიშნა და უთხრა. კიდევ დაუმატე. ოფიციანტმა დააცხადა გაპიპინებული ჭიქიდან კონიაკი დახვევებულ ლამბაკებზე გადმოიყვარა. გმადლობთ, უთხრა ბერი კაცმა. ოფიციანტმა უკანვე წაიღო ბოთლი. მე ისევ თავის ამ ხანაკს მიუჯდა გვერდში. თვრალია უკვე, თქვა მან. მუდამ ასე არ ითვრება. ნეტა რატომ იკლავდა თავს? რა ვიცი. მაინც როგორც სცადა. ბაწარში გაყო თავი. მერე ვინ ჩამოხსნა? ძმის წულმა. რა ხელი ეკავებოდა? სულიად წაუწყდესო, შეეშინდა. რამდენი ფული აქვს? ჩეჩქვივით. 80 წლისა იქნება, მეც ასე მგონია. ნეტა შეინწასვლას იფიქრებდეს, ვერ ვეღირს 3 საათამდე დაძინებას, 3 საათზე დაწოლა სად გაგონილა. უყვარს აგშტომა, ვეღარ შორდება აქაურობას. მარტო ხელა კაცის ამბავი ხომ იცი? აბა მე რა ცოლი ვაგონში მელოდება. ერთ დროს მაგასაც ყავდა ცოლი. აბა ახლა სადღა აქვს ცოლის თავი. მაგას მოიტყვე, ცოლი რომ ყავდეს ამ დღეში არ ჩავარდებოდა. ძმის წული უვლის. ვიცი, აკი მითხარი, ძმის წულმა ჩამოხსნაო. ღმერთმა რომ მიმაწევინოს მაგ ხანამდე ბერი კაცის საძაგელი რა უნდა იყოს. ყველაზე არ ითქმის ასე. ეგ ბერი კაცი მაგალითად სუფთაა, ჭიქას ისე გამოცლის, ერთხელაც არ ჩამოეწუწება. აგერ ხომ თვრალია, ახლაც კი არ ეწუწება, აბა შეხედა. სულაც არ მეპიტნავება მაგის შეხედვა. ნეტა შინ წასვლას იფიქრებდეს. ბერი კაცმა ჯერ მოედანს გახედა, მერე კი ოფიციანტებს მოუხედა. ერთიც გასწახა მან და ჭიქა აჩვენა. შინ წასვლა რომ ეჩქარებოდა, ის ოფიციანტი წამოდგა და მასთან მივიდა. აღარ არის. ისეთი ინტონაციით უთხრა სულელმა ხალხმა, რომ იცის ხოლმე მთვრალებთან და უწყოლებთან გამოლაპარაკება. ამაღა მაღარა, იკეტება. ერთი კიდევ არ მოეშვა ბერი კაცი. აღარ, მორჩა. მაგიდის ძგიდეს ხელსახოცი გადაოსო და თავი გააქნია. ბერი კაცი წამოდგა. დინჯად გადათვალა ლამბაკები. ჯიბიდან ტყავის ქისა ამოიღო და კონიაკის ფული გადაიხადა. საჩუქრად ნახევარი პესეტი დაუტოვა. ოფიციანტთან თვალი გააყოლა. როგორ დაუყვა იგი ქუჩას. ცოტათი ფეხი კი ეშლებოდა და შეშანაკებულ ბერი კაცს, მაგრამ მაინც ღირსეულად მიდიოდა. ყოფილიყო, დაელია, უთხრა მოჩქარე ოფიციანტს ამ ხანაგმა. დარაბებსა კეტავდნენ. ჯერ 3 ნახევარიც არ არის. შინ მიმეჩქარება, მეძინება. 1 საათი გინდა იქით ყოფილა, გინდა აქეთ. ჩემთვის ბევრს ნიშნავს, იმისთვის არაფერს. საათი საათია, ყველასთვის ერთია. შენც ბერი კაცი ვითოს სჯი, იყიდოს 1 ბოთლი კონიაკი და შინდალიოს. სად შინდალეო და სად აქა. ეგ კი მართალია, დაეთანხმა ცოლიანი ოფიციანტი. ცდილობდა უსამართლო არ ყოფილიყო. შინ მიეჩქარებოდა და ეგ იყო. შენა, გეშინია, ჩვეულებრივზე ადრე არ მოხვიდე შინ. შენა, გეშინია, ჩვეულებრივზე ადრე არ მეხვიდე შინ. ეგრე საკადრისია, გეხუმრე ბიჭო. შიში რა მოსატანია, თქვა მოჩქარე ოფიციანტმა. დარაბა ჩაკეტა და წელში გასწორდა. ნდობის საქმეა, სრული ნდობა მაქვს.
შენ რა გიჭირს? ახალგაზრდობა შენ რა გაქვს? ნდობაცა და სამუშაოც, უთხრა უფროსმა. არაფერი გაკლია. შენ რაღა გაკლია? სამუშაოს გარდა ყველაფერი. რაც მე მაქვს, ის შენც აგაქვს. არა, ჩემს დღეში ნდობა არ მქონია და აღარც ახალგაზრდა ვარ. კარგი ერთი რას სულელობ, დავკეტოთ და წავიდეთ. მეც მიყვარს გვიანობამდე კაფეში ჯდომა, თქვა უფროსმა. იმათთან ერთად ყოფნა ვისაც შინან მიეჩქარება, ვინც ღამითაც კი სინათლეს არ აქრობს. მე კი ერთი სული მაქვს, მანამ შინ მივიდოდი და ლოგინში ჩავწვებოდი. ჩვენ სულ სხვადასხვანაირი ხალხი ვართ, თქვა უფროსმა. უკვე ჩაეცვა და წასასვლელად გამზადებულიყო. მარტო ახალგაზრდობასა და ნდობაში კი არ არის საქმე, თუმცა ამაზე დიდებული რა უნდა იყოს. ხელი არ მემორჩილება ხოლმე რომ ღამით კაფე დავკეტო. მუდამ დღე ასე მომდის, ხომ შეიძლება ისეთი ვინმე გამოჩნდეს, ვისაც კაფე სჭირდება. კარგი ერთი თუ ძმა ხარ, ღვინის სარდაფები მთელი ღამე ღია. შენ არ გესმის, ეს სუფთა და სასიამოვნო კაფეა, გაჩახჩახებული, სინათლე დიდებული საქმეა. აქ ხომ ხედავ, ფოთლების ჩრდილიც არის. ღამენებისა, უთხრა ახალგაზრდა ოფიციანტმა, ღამენებისა, უპასუხა მეორემ. ელექტრონის სინათლე ჩააქრო და საკუთარ თავთან გააგრძელა ლაპარაკი. სინათლე ყველაფერია, მაგრამ სისუფთავეც უნდა იყოს, სიმყუდროვეც. მუსიკა რის მაქნისია, ვის რაში სჭირდება მუსიკა, თახთა ნაყუდებაც რასაკადრისია. სხვა კი ამ დროს არაფერი არ არის ღია, შიში რა მოსატანია, არც ეშინია და არც არაფერი, არარაობაა და ეს ხომ მანაც ჩვენი რა თიცის, არარაობაა, ყველაფერი და ადამიანიც არარაობაა. ეგ არის თავი და თავი. სინათლის მეტი არაფერი არ სჭირდება კაცს, სინათლე და სისუფთავე. წესრიგი ზოგს ეგ არაკლია, მაგრამ ვერ აგზნობს. ამაკი მშვენივრად იცის, რომ არარაობა და მხოლოდ არარაობა, არარაობა და მხოლოდ არარაობა. მამაო, არარაობა. რომელი ხარ არარაობასა შინა, არარაობა იყავ სახელი შენი, არარაობა სუფევა შენი, არარაობა ნება შენი, ვითარც არარაობისა შინა, ეგრეც არარაობასა ზედა, მომეც ჩვენ არარაობა არსობისა და მომიტევენ ჩვენ არარაობა ჩვენი, და ნუ შემიყვანებ ჩვენ არარაობასა, არამედ მიხსენ ჩვენ არარაობისაგან. დიდება შენ, არარაობა იყავ სუფევა შენი. გაეცინა და ბართან შეჩერდა. რასინებებთ? კითხა ბარმენმა. ნადა. Otro loco más. Nada. კიდევ ერთი შერყეული ჩაილაპარაკა ბარმენმა და მიტრიალდა. პატარა ფინჯნით უთხრა ოფიციანტმა. ბარმენმა დაუსხა. კარგი სინათლეა, კაშკაშებს, მაგრამ დახლი გაქვთ გაუწმენდავი, უთხრა ოფიციანტმა. ბარმენმა შეხედა, მაგრამ არაფერი უთქვამს. რაღა დროს ლაპარაკი იყო ამ შუაღამისას. კიდევ მოგართვათ? კითხა ბარმენმა. არა გმადლობთ, მიუგო ოფიციანტმა და გავიდა. ვერ იტანდა ბარებსა და ღვინის სარდაფებს. სუფთა ნათელი კაფე სულ სხვა საქმე იყო. ახლა აღარაფერზე იფიქრებს, პირდაპირ შინისკენ გასწევს, თავის ოთახში, შევა, ლოგინში ჩაწვება და გათენებისას როგორმე ჩაეძინება კიდეც. იქნებ სულაც უძილობა სჭირდეს და სხვა არაფერი. ეგ რამდენ სასჭირს.